დღეს პირველი საკითხი არის, სად იქნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, იქნება თავისუფალ სამყაროში, ვიქნებით დამოუკიდებლები, რომელსაც აგერ 35 წლის განმავლობაში კბილებით ვიცავთ და უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, შრომა შეეწირა, თუ დავნებდებით და აღმოჩნდებით იქ, სადაც არც თავისუფლება, არც ესე თქვა დამოუკიდებლობაა და ასე აქეთკენ მიაქანებს ქართული ოცნება, არა რაღაც თეორიულად, პრაქტიკული ნაბიჯებით ქვეყანა აღმოაჩინეს სრულ იზოლაციაში. გამოსავალი არის ერთადერთი. არის პროტესტი, არის ბრძოლა და ამათი ჩამოშორება ხელისუფლებით. რომ ქვეყანაში მოვიდეს კოალიციური მმართველობა, ქვეყანაში მოვიდეს ერთხელ და სამუდამოდ ის ხალხი, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარს, რომელიც არ მოდის პოლიტიკაში ფულის გაკეთებლად და კოალიცია არის ამის გარანტია. ვინც მე მენდო, ჩემს დიდი პარტია და ბატონს დიდი პარტია, ამას ძალიან ვაფასებ. იმიტომ რომ უპირობო ნდობა არის მაგარი რაღაცა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს დიდი ნდობა, რომელიც თუ გაგიმართლეს, არის ბედნიერება. როცა ადამიანს ენდობი უპირობოდ და მე აღმოჩნდება, რომ ცხოვრების განმავლობაში არ შემსტარხა. მეგობრობაც ხო ესე იწლება, ხო? მეგობრო ის ხო არ არის, რა იქნება მომავალში, ის ხო არის? ან ენდობი, ან არ ენდობი. ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ეს ქვეყანა. ახალი სუნთქვა არის ჩართული. ამას ვერაფერი ვერ გააჩერს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენის ფორმულა თავისუფლების ბრძოლა. სხვა ფორმულა არსებობს, ის არის ქრისტიანობა და თავისუფლების ბრძოლა. და ქრისტიანობა თავისუფლებას ნიშნავს.